ზას ბატონი დავითი ერთ-ერთ როლს განსახიერებს ამ ახალ ანიმაციაში. გარდა იმისა, რომ თქვენს რეკომენდაციებს დაიღრდნო ავტორი, რა როლი მოგანიჭათ ფილმში კიდევ? ხო, იქ ვარ ადამიანი მეგრელი, რომელიც ხმალს აჩვენებს აი ამ ჩამოსულ ადამიანს, რომელიც თავიდან ჯაშუშია, მე უკვე ჩვენ მხარეს გადმოდის თავისებურად, ანუ ის დემონსტრაციას უკეთებს ხმალს. სამწუხაროდ ხმალი დღეს არ წამომიღია, თუმცა როდესაც ეკითხება ფერარა თუ დავით ფერული, ორივე ეს პირები შემოდიოდა ევროპიდან და დაახლოებით აი ასე გამოიყურება ხევსურული ხმლებიც, ანუ პირები არის ევროპული, ციფრებს ჩვენ არ ვაწერდით, ციფრებს აწერენ ძირითადად ევროპელები. ჩვენ თუ გვინდა დავიტანოთ თარიღი, ეს არის მე-17-18 საუკუნე, ჩვენ ქართულ ასოებს ვიყენებთ, მაგალითად ЧყΕ და ეს არის 1805 წელიწადი მაგალითად. რას გამოხატავს ეს აბრევიატურა თუ ეს? ანუ Чარის 1000, ყ არის 800 და ესე და აქ ციფრებია ხოლმე დატანილი ხევსურულ ხმლებზე. ანუ ეს ხმლები ნაწარმოებია ევროპაში და შემოტანილია შემდეგ საქართველოში. ეს არის გორდები თუ დავით ფერულები, ანუ დავით ფერარა არის დავით ფერული და აი ესე გამოიყურება ეს ხმლები. ეხლა კიდე რა განსხვავება ერეკლესა და მაგალითად ვახტანგის მე-6 ეპოქაში ან იქამდე ეპოქებში. ერეკლე არის სერიოზული რეფორმატორი ჯარში. ერეკლეს დროს ხრება სიტყვა შუბი და შულდისარი. ერეკლეს დროს არის მორიგე ჯარი, ანუ ხრება ფეოდალური გაწვევა. ერეკლე იწვევს ჯარში ხალხს სახელით. ანუ სოფელში მოდის წერილი, რომ მაისში მორიგეობს ეს, აპრილში მორიგეობს ეს და იქ თავადი აღარ წყვიტავს, ვინ გავიდეს ჯარში. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ის სახელმწიფოს ქმნის და არ არის ფეოდალური მეფე. ეგ არის ყველაზე დიდი მნიშვნელოვანი. ამას გარდა უამრავ ციხესიმაგრეს ზედასართულებს მოუნგრევს და სათოფურებს უკეთებს და ახალ ციხეებს აშენებს ვაკეში. ანუ არა მთაზე, არამედ ვაკეში და თანამედროვე ბრძოლის სისტემას ირჩევს. კიდევ რა არის მისი ევროპული ნაბიჯები? მაგალითად თუ ადრე სახელები იყო აი თოფჩიბაში, მინბაში, უზბაში, ანუ სპარსული სახელები იყო მეთაურების, მაგალითად შემოდის ევროპული სახელები, აი ოფიცერი, ფელდცეხმეისტერი, ანუ გერმანული, იმიტომ რომ მაშინ პრუსია ერთ-ერთი მოწინავე ნაპოლეონამდე არის პრუსია. და ეხგნობა ამ სტატუსების გადაწყვეტაში? ოფიცრის სახელი, ფელდცეხმეისტერი, ანუ ოფიცერს უცვლის სახელს სპარსული სახელიდან გადადის ევროპულ სახელს. განსხვავება რა გვაქვს? განსხვავება გვაქვს რამოდენიმე. მაგალითად, ჩვენთან თუ აი ამ ტიპის ზარბაზნებია, აი ასეთი ორნამენტირებული ზარბაზნებია, ზარბაზნები ევროპული ერეკლეს გადააქვს ხარკამეჩით. იმიტომ რომ ჩვენ არ ყავს იმჯისის ცხენები, რომლებიც მაგალითად მთაში გაწევენ. ხო, მძიმე ზარბაზნებს ვერ გაწევენ. მაგრამ ასევე ჩვენ გვაქვს კიდევ პატარა განსხვავება, მაგალითად დამბაჩაზე გავაკეთებ დემონსტრირებას. ჩვენ გვაქვს გარე ჩახმახები, ანუ შიდა ჩახმახი არა გაქვს, ეს არის ესპანურ-მავრიტანული მიკელეტის ტიპის ჩახმახი, რომელიც შედის თურქეთში, ჩვენ ამ ჩახმახებს ავამჩატებთ და ამის შემდეგ ჩვენ გარე ჩახმახიანი თოფები გვაქვს. მაგრამ ყველაზე დიდი განსხვავება ქართულ-კავკასიური სამხედრო კულტურისა ეს ის არის, რომ ჩვენ თოფებს, აი არასოდეს, აი მაგალითად ეს სპარსული თოფი ფითილზე და თითქმის მსგავსი იყო, ოღონდ ქართულ თოფზე ჩვენ არ გვაქვს ხიშტები. ანუ ხიშს არ ვამაგრებთ, აი ესაა ქართული კლასიკური თოფი. ხიშს არასდროს არ უკეთებთ თოფებს, რის გამოც ჩვენ ვატარებთ ხანჯლებს. რა იცულება ცეცხლსასროლი იარაღის შემოსვლასთან ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეს. სანამ ამას ამიხსნით, იმიტომ რომ თქვენ თქვით, რომ შუბები და მშვილდისრები ხრებაო, ხო? ერეკლე მეორის მმართველობის დროს და ცეცხლსასროლზე გადადის. ავამჩატეთ, ხო, ახსენეთ და მოდით მაყურებელს ავუხსნათ. ავამჩატეთ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი, რასაც ახლა თქვენ გვიხსნით, იმ ევროპულ გავლენებს მათ შორის შეიარაღებაზე და ზოგადად იარაღის მოდელებზე გულისხმობს იმას, რომ ადგილობრივი წარმოება გვქონდა. ადგილობრივი წარმოება ჰქონდა და ერთგვარად upgrades, ანუ მოდერნიზაციას უკეთებთ თავისებურს. ანუ თუ მაგალითად თურქულ თოფზე უზარმაზარი კონდახია, ჩვენ თოფებზე არის ძალიან მცირე კონდახი. აი თითის დამცავები, რაც ევროპულ პისტოლეტებს და თოფებს, ისიც კი არა. ეს რატომ მაღალ მთაში დაბალი ჟანგბადის არსებობის გამო მალე იღლება ადამიანი. ამიტომ ყველაფერზე ხდება უარის თქმა, ანუ
ბევრ რამეს ვიძახით უარს. აი მაგალითად, ეს არის კლასიკური ვადაჯვრები. ეს არის კლასიკური ვადაჯვრები და ერეკლეს ჰქონდა ესეთი ხმალი, აი ესე ახრილი, შამშირი ჰქონდა ირანული ტიპის და შემდეგ გადავდივართ, აი ხედავთ ვადაჯვრები ქრება. ანუ თუ იყო თავის დამცავია ვადაჯვარი, სწორედ ვთქვი. შემდეგ ნელ-ნელა გადავდივართ უვადაჯვრო ხმლებს. იმერეთში მაგალითად აი ესეთი კაბიანი ხმლები, აი ხედავთ რომ აქაც არ არის ვადაჯვარი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მიუხედავად იმასე რომ ევროპული აი აქ მაგალითად ესა ფერარები და ისე, აი ეს გორდები და ანდრია ფერარები. მიუხედავად იმისა რომ ევროპული პირები გვაქვს, ჩვენ არა გვაქვს გარდები, ანუ ევროპაში ძალიან განვითარებული თითების დამცავები აქვს, ჩვენთან ეს თითის დამცავები ქრება. ასევე ჩვენ არა გვაქვს კონდახი და არა გვაქვს ხიშტი, ჩვენ გვაქვს ხანჯლები და ეს არის მერე საპირისპირო მოდა შემოგვაქვს ჩვენ, როდესაც შემოდის რუსეთის იმპერია, იქით გადაგვაქვს ეს და ალბათ იცით, ნიკოლოზ მეორე პირველი მსოფლიო ომის დროს დადის როგორც კავკასიელი თავადი, იმიტომ რომ ხელების აკაპიწება ნიშნავდა რომ გლეხი ხარ და გახსნილი სახელოები და ანუ კავკასიურ მოდაზე გადადის რომ აუცილებლად უნდა იყოს უვადაჯვრო შაშკა და უნდა იყოს ხანჯალი, იმიტომ რომ ხიშტებს არ ატარებენ არც მერე კაზაკები, რომლებიც კავკასიურ მოდაზე გადმოდიან და დამბაჩები და თოფები კაზაკებს, მაგალითად, როდესაც რუსეთი უმზადებს თუნდაც ბელგიაში, არ აქვს თითების დამცავი და კონდახი არა მასიური. ანუ ევროპაში დამზადებული სპეციალურად ანუ კავკასიურ სტილზეა. ანუ კი ევროპულია. სპეციალურად მათთვის დამზადდა რომ ისინი მაქსიმალურად უნდა გავდნენ კავკასიელებს. ახლა რა განსხვავებაა? ჩვენი თოფები ყოველთვის იყო ძირითადად სანადიროდ ყიდულობდა ადამიანი და მერე საომრად. იმიტომ რომ ომი ყოველ წელიწადს არა, ომი ძირითადად არის, დაახლოებით 15 წელიწადში 10 წელიწადში. ხო, ამიტომ ადამიანს თოფი თუ უნდა, ეს არის კერძო საკუთრება, მას ჯარი არ ურიგებდა. თვითონ ყიდულობდა. ეს თოფები იყო ხრახნილულიანი. განსხვავება რაშია? კალიბრში. ანუ თუ რუსული თოფის კალიბრი არის 7.9 მმ, 19-იც კი არის, საქართველოში 9-დან 12-მდე. აი დაახლოებით, რასაც ჩვენ პატარა. ხო, მაგრამ ეს თოფები არის ხრახნილულიანი, იმიტომ რომ არის განსაკუთრებულად სანადიროდ, იმიტომ რომ თაში თქვენ ვერ ინადირებთ 50 ნაბიჯზე. უნდა ინადიროთ ძალიან შორ დისტანცზე, მაგალითად ჯიხზე, დათვზე, 300 ნაბიჯზე შორს. და ეს თოფები ისვრის 300-დან 400 ნაბიჯამდე. ეს გააჩნია რა ლულა აქვს და როგორი ხრახნებია. არის ღარები და არის ხრახნები. პოლიგონალური ღარებიც არის და ეგ არის განსაზღვრელი თუ როგორი იარაღი ქონდა კავკასიაში. ანუ მაგალითად, კავკასიელებს ვერ ეყოლებოდათ მუშკეტიორები, იმიტომ რომ ხიშტებს არ ვაკეთებდით და მუშკეტიორებს ძირითადად გლულულიანი მოკლე თოფები აქვთ კონდახებით, რომელსაც ურტყამენ გამოვან მდგომარეობაში და კარეში დგებიან და არ აყავს გრენადიორები, რომლებიც სულ სხვანაირი ტიპის ჯარებია, ძალიან მაღალი ჯარისკაცები არიან, რომლებსაც აქვთ ხუმბარები. ოღონდ ცეცხლს მოკიდებული მერე შეტევაზე. შეტევაზე ჯერ გრენადიორები მიდიოდნენ, მერე მიდიოდნენ მუშკეტიორები. ქართული ჯარი ძირითადად იყო იეგერები. ანუ იეგერი ვინა? ეგ არის მონადირე, რომელიც არ დგება მწკრივში, დგება გაფანტულად და ისვრის ძალიან შორს. მაგრამ დატენვას, როგორც ვიცით, ძალიან დიდი დრო უნდა, ხო? ეგ არის ყველაზე დიდი მინუსი ამ თოფის, რომელიც ისვრის ძალიან შორს, მაგრამ მთელი ჯარი ფაქტიურად ჩვენ ყავდა მონადირეები. ჩვენ ახლა ვისმენთ იმ ეპოქაზე ინფორმაციას და ძალიან საინტერესო ნაკვლევს ჩემთვის პირადად და დარწმუნებული მაყურებლისთვისაც იმ საქართველოს პერიოდზე, როცა საქართველოს ძალიან ბევრი მტერი ყავს, დიდი გამოწვევების წინაშეა და თქვენთან საუბრიდან გამომდინარე, ჩვენ ვხვდებით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ესეთი ღია ალბათ არ იქნებოდა და ადვილი და ხელმისაწვდომი, ხო? მაინც სწორება არის ევროპულ შეიარაღებაზე. რა თქმა უნდა, დიახ. ანუ ირანი ცდილობს, ანუ ჯერ შახაბასის დროს, მერე აღამაჰმად ხანის დროსაც გადავიდეს ევროპულ ყაიდაზე. ანუ რამენაირად ან საფრანგეთი, ან ინგლისი და ისინი ეცვლებიან, ისინი იქ ერთმანეთს ხშირად ეცვლებიან. როგორც კი ინტერესი იცვლება, მერე ქრება. აი მაგალითად, მერე ერეკლეს მერე ნაპოლეონის ომების დროს ინგლისი შედის ირანის ტერიტორიაზე და ინგლისი წვრთნის, თუმცა იქამდე საფრანგეთი წვრთნიდა ირანელებს. ანუ როგორც კი ნაპოლეონი დაამარცხეს, მერე ინტერესი ქრება და გადიან ინგლისელები ირანიდან. თუმცა იქამდე მაგალითად იყო მათი ინტერესი და ანუ ყველა ცდილობს თავის ყაიდაზე შეაიარაღოს და გაწვნას ირანული ტომები. მაგრამ მათ ეს არ გამოდით, იმიტომ რომ
ისინი ძირითადად არიან მომთაბარეები და ძალიან რთულად უჭირთ რო გადავიკითხოთ ბრძოლების რაოდენობა და შედეგები, რასაც აღწევდა კავკასიელი და ქართველი, მაგალითად დაღესტნელებმა მთელი ნადირ-შაჰის ჯარი გაანადგურეს დაღესტანში. იგივე ხდება ერეკლეს მიმართ, იმიტომ რომ ერეკლეს ძალიან ეშინიათ. ერეკლე სერიოზული რეფორმატორია. ერეკლე, როდესაც ჩაიგდებს ხელში ზარბაზნებს, გადაასხამს ყველას ერთ კალიბრზე. რატო? იმიტომ რომ ქონოდა ბევრი ჭური, რომელიც არ დამთავრდებოდა. და ყველა იყო ერთნაირი, ანუ ზარბაზნები აქვს ერთნაირი, ერთი სტილის, ჭურვები არ თავდება და საველი არტილერია აქვს. ანუ სადაც მიდის, ის იძახის. ჯერ ზარბაზნები ესროლეთ, მერე თოფდამბაჩა და მერე მხოლოდ ხმალიო და მერე რასაყოლებს. არ გაეკიდოთო, ჩასაფრება იციანო, იმიტომ რომ ისინი ცხენოსნები არიან, ჩვენ უფრო ძალიან გვიჭირს კავალერიაში. ყოველთვის ჩვენი პრობლემა არის კავალერია და მაგის გამო ერეკლეს უნდა და ჩერქეზების გადმოსახლება, როგორც დავითმა ყივჩაღები გადმოასახლა. პირველი აცრა ალბათ იცით ერეკლემ, იმიტომ რომ ის გადმოსახლება ჩაიშალა, იმიტომ რომ ეპიდემია დაიწყო და პირველი აცრა ერეკლემ ჩაატარა ზუსტად მაგ ეპიდემიების გამო. ძალიან სერიოზული რეფორმატორია ერეკლე. და ერეკლე რეალურად პირველად, როდესაც ელჩობა საგზავნეს რუსეთში, ის არ თხოვს დახმარებას, ის თხოვს ირანში შეჭრას, რო აღადგინოს ტახტზე თავისი დაბრმავებული სიძე და თავისმა დამ მართოს ირანი. 1761-62 წელს თეიმურაზი რო გააგზავნეს რუსეთში, საქართველოს არ ითხოვს დახმარებას, საქართველოს ითხოვს ირანში შეჭრას და იქ თავისი სიძის დაბრუნებას ტახტზე. ეგ არის სიმართლე, რომელზეც ჩვენ არ ვაქცევთ. დიდი მადლობა.